ხოჩიტუნა ხომ სტენდაფერს ჩაწერაზე ვარ და მოგწერე მოიცა აი ხავე გამოგიგზავნე ის არა კარგად სიცოცხლე ბოდიში რა ტვინი ძალიან ბევრი ადამიანისთვის Facebook-ზე სტატუსების წერას ძალიან დიდი როლი აქვს თავის ცხოვრებაში. მაგალითად, აი მე მეგობარი მყავს, აი სტატუსს რო დაწერს ხოლმე, ესეთ ღმანაპას დაარტყავს და ამოისუნთქავს, რომ სტატუსი გაუშვა რა. დაალაიქეთ და 20 ლამას საგარჩევთ. და მე სტამბულის ბაზარზე გავყიდი, ჩინეთში გაგვიშვებ. თუ აი რას გვიშვები, გითხარი რა. ცოლი საიდან მოიყვანე რა ვიძმა ლაიქებიდან ამარჩია დააკომენტარეთ და დაგაწყვილებთ ნუ რა ხდება ძაღლები ვარ ან რაღაც ახალი მოიფიქრეთ ეს უკვე მოგბეს და აი დააკომენტარეთ და შეგაჯვარებთ ხილებმა მომწერეთ და ერთმანეთზე დაგამყნობთ აოთხებმა დააკომენტარეთ და დაგასტეპლერებთ. პატიოსნებმა მომწერეთ და გაგაბოზებთ. რა ვიცი, მე რაღაც მოფიქრება შეიძლება რა. მე ვარ 31 წლის რა. ჩემი მშობლები და მთელი ჩემი სანათესაო ცდილობს რომ დამაწვილოს და მაგათმა ვერ დამაწვილეს და შენ აი 15 წლის ღვინტიანმა ბავშვმა როგორ დამაწვილოს. ხო დაალაიქეთ და დაგახასიათებთ PM-ში. ჯერ რატომ ახასიათებ რა გინდა? აი ესეთების ბოლო რა არის, იცით? აი ესენი არიან, აი როგორც ნარკოდამოკიდებული ადამიანები და ბოლოს სახლიდან ნივთებს გაიტანენ და დაალაიქეთ და მაცივარს მოგცემთ. ნუ კიდე არის ესეთი, აი მაგალითად ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო. შედიხარ და რო ანახვა აქ რა. და არც ისეთი ვიდეო არ არის. მე მგონი ჯობია რომ პირიქით გააკეთოთ რა და დააწეროთ ვიდეო რომელმაც მაგრა ჩაიჯვა. აი ამას უეჭველი გავხსნი. აი ამ თემას ძალიან მიტყდება საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა მაინც რა. ახლობლის დედა რო გთაგავს პორნო ვიდეოზე. აი მაგ დროს რა უნდა ვქნა ხოლმე არ ვიცი, შრები ხოლმე რა. ვისაც არ გიცნობთ წამშალეთ. აი ადექი და შენ თვითონ წამშალე. აი ეს როგორი ტიპაჟია, იცით? აი მარშრუტკაში ადის და ვისაც არ გიცნობთ, არ გადაიხადოთ ჩემი. ვინ იხდის ჯერ? კიდე არიან ტიპები, რომლებიც აი საერთოდ არც არაფერს არ დებენ, არც წერენ, არც სტატუსას, ვიდეოს, არაფერს. ერთადერთი შარშანდელი და წლევანდელი NBA vote ზაზაფაჩულია უწერიათ რა. კიდე არის ესეთი კოელიო აბრაზნის სტატუსები რა. ცხელჭიქაში ცივი წყალი რომ ჩაასხა გაიბზარება. სიყვარულიც ესეა. როდესაც წვიმისთვის ლოცულობ, ტალახსაც უნდა შეეგუო. ცხოვრება ნაყინივითაა, სანამ დადნება უნდა დატკბე. ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთ სტატუსებს წერთ და მე პირადად ვსწავლობ ცხოვრებას რა გზას მიყვალავს ცხოვრებაში აი ესეთ სტატუსი რეალი ბარსას ლინკი დადეთ რა ვინმე თქვენ რა გონიათ ხალხო რომ ეს ლინკები რამე ცეხი არის და იქ ასხამენ ინტერნეტში დევს შეგიძლია ნახო აუ საღოლძმაო საიდან აძრობ ხოლმე ინტერნეტში აქ არის საიდან უნდა გავაძრო კიდე არის აი ინგლისურად რო წერენ და ქართულად რო წერენ ინგლისურად რო წერენ სტატუსებს და ინგლისურად რო აკომენტარებენ so cute აი თქვენნაირები სბრალია რომ აი მეცნიერები წყლობით შიფრავენ ნაწერებს აი წარმოიდგინეთ ზეზვას და მზიას რო ეთქვათ რომ აუ ზეზ მოდი არამეულად დავწეროთ კიდე არის აი ნევროზიანი ხალხის სტატუსები აი მაგალითად
აუ თოვლი მოვიდა და წავა ეხა სტატუსები თოვლზე. აი ესეთი სტატუსები უფრო მეტია ვიდრე სტატუსები თოვლზე. რამე ფილმი მირჩიეთ ისეთი რომ ვიტირო? რამე ხახვი რო გირჩიო? მიწის რა იგრძენით? და ჩექინია რა. მიწის რა იგრძენით? Feeling scared at საყრდენი კედელი. კიდე არის აი მაგარი ნაშური ფოტოები რო აქ და ძალიან რო იპრანჭება და ესე სტატუსით არის. შაურმა და გული. არ ვიცი, ალბათ არსებობენ თაყვანისმცემლები, ვინც შაურმას უგზავნიან რა და აწერია შაურმა უცნობისგან და ეს გოგო რო გადაიგდებს ამ შაურმას. ვაიმე, იცოდა ხახვის გარეშე და ბევრი მაიონეზით რომ მიყვარს, საყვარელი. ჰაშტაგები. ანუ არის ეს ჰაშტაგი იცით ალბათ, ხო? მე არ ვიცოდი, ახლა გავიგეცოთ ახლა. და ესე წერე რა, მე გური ნური ზური ძაღლი კატა ნაით ფლაით სვაით. ესე ტიპ წარმოგიდგენთ მაღაზიაში. მე პური არაჟანი სოსისი ხაჭო მოჭიქული. აი ტაქს გამოდის მაღაზიიდან და აჩერებს ტაქს რა. მე ტაქსი მესამე კვარტალი დიღომი 4 არა 6 სეირნო. სუფთა ჰაერის სეირნობა მარჯვენა სანაპირო მაგარია. GDS თენდაფი ოხ რა ენამა კოცნით გეხვევით წავედი.